მოსევდია. დავიწყოთ 31 მარტის აქციით. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა იყო ამ აქციის შემდეგ. რა მოისმინეთ პირადად თქვენ და თქვენს თუ ხართ იმ ადამიანების რიცხვში, ვინც გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. იმის გამო, რომ მე არ მქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, ამიტომ არც კრიტიკით არ შემიძლია, ასე ვთქვათ, დავაინტერესო ვინმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი თარიღი იყო ეს ისეთი, რომელიც დაკავშირებული იყო ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობასთან, რეფერენდუმთან, დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ქართული ხალხის თითქმის 99%-მა მიიღო საქართველოს მოსახლეობის მაშინ. სასიამოვნო იყო ის, რომ ბოლოს და ბოლოს ნავსი გატეხა ქალბატონმა სალომემ და ზედ გამსახურდია და მერაბ კოსტავა დაასახელა ამ ფაქტის შემოქმედებად და დაძლია ის ნეგატივი, რომელიც არის ჩვენში გამჭიდარი, როდესაც იგი დემოკრატებად თვლიდა და უწონებდა პუტჩისტებს ზვიადის დამხობას. ამ შემთხვევაში ეს კარგი იყო. იყო რაღაც ისეთი მომენტები, რომელიც ამ თარიღთან დაკავშირებული ისტორიის მიმოხილვა იყო და საქართველოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში იყო კარგი, მაგრამ აქ არავითარი მოლოდინი სხვა მე არ გამაჩნდა და არც აქედან გამომდინარე არც პრეტენზიები არ მაქვს. რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიის მუდმივ ცვლილებას, რა თქმა უნდა, ეს ცოტა უხერხულობას რაღაცნაირად ქმნის. ქარტია, მერე ქარტია არა, ერთიანობა, ერთობა არა, კოორდინაცია არა, ეხლა პლატფორმა. კი ბატონო, რაც არ უნდა დავარქვათ. არ არის ეს დამოკიდებული სალომე ზურაბიშვილზე. როგორ გაერთიანდებიან ან შეთანხმდებიან თუ არა ეს პარტიები და არ არის დამოკიდებული როგორ ვერ ახერხებს ის ამ პარტიების კოორდინაციას. რატომ ვერ ახერხებს ქალბატონ სევდია? მას არ გააჩნია ის როგორც ჩანს ის რაიმე იდეა რომელიც შეიძლება ამ ხრივ მუშაობდეს. იდეა თუ უნარი? იდეა რომ მქონდეს ამასაც ხომ უნარი სჭირდება, ასე რომ არც იდეა და არც უნარი არ გააჩნია. საქმე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი ფუნქცია, მისია, მიუხედავად ჩვენ ძალიან დიდი პრეტენზიებისა მის მიმართ, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში საქართველოსთვის ომის დაბრალებასთან, რომელსაც ის ათასნაირ განმარტებას უკეთებდა დრო, გეოგრაფია, ისტორია არის ის რაღაცა თითქოს რაღაც გარკვეულ ერთ მომენტზე აქვს საუბარი და არა მთლიანად იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, წითელი უბნისა და ასე შემდეგ, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის შეუწყალებლობის რასაც პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და არა ფაქტობრივი, იმიტომ რომ მაინც სააკაშვილს ოცნება არ გამოუშვებდა, ამას გარდა დღეს რომ შევხედოთ, დღეს მას აქვს გარკვეული ფუნქცია. ეს ფუნქცია ჩემის აზრით არის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა. პარტიები ამას უმისოთაც ახერხებენ. ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის საბჭოში, როგორც წარსდგნენ ერთობლივი პოზიციით, ყველა პარტია იყო წასული და იმუშავეს და შესაბამისად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ მისცა უფლებამოსილება არ დაუმტკიცა საქართველოს არალეგიტიმურ უკანონო ხელისუფლებას და პირობები დაუდო, რისი პასუხიც იყო წულუკიანის მიერ გაჟღერებული, რომ საერთოდ შეიჩერეს უფლებამოსილების მონაწილეობა ამ საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, მაგრამ უკეთესია თუ ამას ერთი პირი გააკეთებს და ამისთვის სალომე ზურაბიშვილი დიპლომატი არის და შეუძლია ეს გააკეთოს და უნდა გააკეთოს და აკეთებს.